მოგესალმებით, ანა, მოგესალმებით. მე ერთი შეკითხვა მინდა დაგისვა. როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მე გითხარი, რომ მე მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან მაგარი იქნებოდა და ჩემი გამონათქვამია ესეთი, ცეცხლი. და გავხსენით, პრეზენტაცია მქონდა ძალიან კარგი და მე მგონი, როგორც მე მესმის და როგორც ვხედავ გაყიდვებს, თქვენ ძალიან კარგად იმუშავეთ. თქვენმა გუნდმა ძალიან კარგად იმუშავა. მე მგონი, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ. და არის თუ არა მოსახლეობა კმაყოფილი და რა გეგმები გაქვთ? მოსახლეობა კმაყოფილია პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს ცენტრი არსებობს ქუთაისში და ეს პირველი მათემოტორსმა თქვენ დაარსეთ. პირადად მე კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ იმით, რომ მე თქვენი გუნდის წევრი ვარ და ამხელა ფილიალის ხელმძღვანელი ვარ და მე გო ეს პატივი და ამხელა ნდობა თქვენდამი, ამიტომ ჩვენს ირგვლივ ქუთაისში ყველანი კმაყოფილები არიან, მომხმარებლებიც, მომსვლელებიც, დამთვალიერებლებიც და ის იმედები, რაც თქვენ ჩვენ ქუთაისლებს დაგვისახეთ, გვინდა რომ ძალიან მალე, კარგად და ფართოდ კეთოთ. დიდი მადლობა. ჩვენ გავაკეთეთ ერთი 14 დღის უკან ჩამოვედი და თქვით, რომ მოდი ფას დაკლება გავაკეთოთ ერთკვირიანიო. ამ ფას დაკლებამ მე მგონი უსერიოზულად იმოქმედა. კი, ძალიან დიდი შედეგი იყო. ვერ აუდიოდით მომხმარებლების რაოდენობას და იმდენად დიდი შედეგი იყო, დაინტერესება კიდე იყო, გაგრძელდებოდა თუ არა ეს არაჩვეულებრივი ფასდაკლება. თქვენ რაც ავტომობილები გაყიდეთ, ჩვენ უკვე ახალი პარტია შემოგიყვანეთ. და იმდენად მადლიერი ვარ ქუთაისელების და იმერლების, აი მე არ ვიცი, იმდენად მადლიერი ვარ, რომ სადაც გავჩერდები, ყველგან რომ მადლობას მეუნებიან. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და თქვენთვის. მე ეს ახალგაზრდა გოგონა შემთხვევით არ ამირჩევია. მას ჰქონდა იმდენად დადებითი საბუთი და მინდა ყველა ახალგაზრდა მიცოდეს, რომ ყველა სამსახურს იშოვის, ვისაც გავლილი აქვს წესიერად გზა და მომავალშიც უნდა სვეცკად ცხოვრება. ესეთი გამონათქვამი არსებობს. უნდა იცხოვრო კარგად, ლამაზად, ქართულად, კაცურად და იმ შენს დავალებულ საქმეს უნდა ასრულებდე პირნათლად. შენ ეს ყველაფერი მოახერხე და ჩვენ დღეს გქონდა საუბარი, რომ ახალი პარტია ავტომობილები ჩამოვიდა და აი რა ვქნათ, ადამიანები ითხოვენ კიდევ ფას დაკლებასო. გაგვეგრძელებია თუ არა. მე გითხარი ანამ, რომ თუ ეს აუცილებელია, იმდენად კმაყოფილი ვარ პირადად შენი და შენი გუნდის და მთელი მოსახლეობის, იმიტომ რომ მე ვგზნობ სითბოს, მე ვგზნობ სიყვარულს და ვიფიქრე, რომ რაღაც რაოდენობა ავტომობილების, ყველა ავტომობილი, რომელიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ და ადგილზეც იყო, მოდი კიდევ გავუკეთოთ ფას დაკლება. ხვალიდან ჩვენ სერიოზული ფას დაკლება გავუკეთეთ ავტომობილებს, ჩათვალეთ, რომ ეს ახალი ცენტრია, ერთადერთი ცენტრია ქუთაისში და თითქმის ჩვენ მის ფასში გავყიდით დაახლოებით 60-70 ავტომობილს. მოდი რომელ ავტომობილზეა საუბარი, უბრალოდ ვაჩვენოთ მოსახლეობას. ანი, მოდი რადგან აქ გავარ, დავიწყოთ აქედან. ეს უბრალოდ მე მივაწერიე, რომ ეს არის ჩანგანი, რომლის ფასი იქნება ხვალიდან $22,500 ეკვივალენტი. აი წარმოიდგინეთ, $22,500 ეკვივალენტი ლარში, ეს უკვე იქნება გაფორმებული, გამბაჟებული. წავაბრძანდით. ეს არის ავატარი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნა და ინტერესი არის ქუთაისში და რომლის არაჩვეულებრივი ფასი ჩვენ შეგვიძლია დავაანონსოთ. ეს ფასი იქნება 59,900. ქუთაისელებო და იმერლეთის მოსახლეობა. აი კაცურად გეუბნებით, რომ აი ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მარტო ერთ დღეს მე რაც სითბო ვნახე აქ. რაც სითბო ვნახე, სხვა უფლება არ მაქვს, რომ მე ანისთან შეთანხმებით, რომ ეს ფასები ჩვენ უნდა მინიმუმამდე მივიყვანოთ და ანი ხვალიდან აი ამ ფასში მოგცემთ ამ ავტომობილებს და იცით, რომ ეს
საუკეთესო ავტომობილია. ჩვენი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ჯეტურ დაშინდი. ესეც არაჩვეულებრივ ფასში იქნება ხვალიდან. ასევე ესეც არის $22,500 25 წლის მოდელი გამბაჟებით. ეს ავტომობილიც ხვალიდან იქნება აი ამ ფასში. წავედით. Exidi 4-4-ზე. საუკეთესო ავტომობილი, რომლის ფასი თითქმის თავის ქარხნის ფასზე უფრო ნაკლებია. ძალიან მინიმალური $27,900 ეკვივალენტი ლარში, ესეც ქუთაისში და იმერეთში. თბილისში მე გითხარით სხვა ფასები იქნება. ხოლო ამ ფასებს ჩვენ საიძე ქალბატონი დღეს დადევს. ეს არის ჩვენი სულ ახალი უახლოესი მოდელი BYD 2025 წლის, რომელსაც არაჩვეულებრივი ფასი ექნება. აი შეხედეთ, ეს არის 25 წლის მოდელი, რომელიც პარკინგს პირადად თვითონ აკეთებს ადამიანის უმისოდ და ამას ჩვენ საიძე ნახავთ. ასევე არის ჩვენი BYD, ესეც 2024 წლის მოდელი, რომელსაც უპრეცედენტო ფასდაკლება გაუკეთეთ და ხვალიდან იქნება. ეს ჰიბრიდია თუ? ეს ჰიბრიდი არის. გარეთ აკავს ელექტრო. ჰიბრიდის ავტომობილი ხვალიდან $29,900 ეკვივალენტ ლარში იქნება. მე მინდა რომ შენი მომხმარებელი, რომელიც შენ ყოველ დღე გიყურებს, კმაყოფილი იყოს. რაც შეეხება ქალების საოცნებო ფერსა და ავტომობილს. ჩანგანი. ახლა 20 მეუღლეს შეყვარებულს თუ გიღირს $23,400 კი უნდა უყიდო, ხო? არაჩვეულებრივი საჩუქარი იქნება. აი შეხედეთ ფასი $23,400 ავტომობილი არ ვიცი მე პირადად ხო ახლა ავტომობილი მე ვიცი და თქვენც კარგად იცით და ამ ავტომობილით მე აღფრთოვანებული ვარ. აი შეხედეთ ამ ავტომობილს 10 წლიანი გარანტია აქვს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან კარგი ავტომობილი. წავედით აბა გარეთ. მოგძანდით. აი, ეს ბიჭები დღეს თბილისიდან ჩამოვიდნენ და ეს ბიჭები არიან თბილისის გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელები. ეს ბიჭები ყიდიან როგორც ელექტროავტომობილს, ისე საწვავზე მომუშავე ავტომობილებს და დღეს ანის მხარი დაუჭირეს ფასდაკლებაზე მაგრად ვიმუშავეთ და უკვე ფასებს ვაცხადებ და ბიჭებო, ამისთვის ყველაფრისთვის დიდ მადლობას გიხდით. ანი ჩვენი ოჯახის წევრია, როგორც მათე შვილი ისე მივიღე და ყველაფერს ვასწავლით აი ამ დარგში თუ რამე არის და უკვე ყველაფერი იცის თითქმის ჩემზე უკეთესად არა, მაგრამ ჩემზე ნაკლებად არ იცის. წავედით. ანი ეს ჩვენი ავტომობილებია პირადი. დიახ. ეს არის ჩემი ავტომობილი, ეს არის ჩემი დაცვის ავტომობილი და ჩვენ ამ ავტომობილებს აგერ გვიყენია. ჩვენს გვიყენია ჯეტური. ამ ავტომობილის ფასი რა ვთქვი ჩვენ? $22,900. ამ ავტომობილის ფასი იქნება $22,900. ამის ფასი იყო $35,900 იყო და გახდა $22,900. აი ამას ქვია ფასდაკლება, ხო? რა თქმა უნდა. აი ამის ფასი ჰონჩი რომ ეს არის ძალიან მოთხოვნადი. ეს არის აი ტაქსებისთვის, ოჯახისთვის $16,900 ეკვივალენტი ლარში და ესეც უკვე ამოიყიდა და დღეს ჩამოვიყვანეთ. მოდი. ეს არის
ეს არის ჩანგანი. ჩანგანი. დიახ. აი უყურეთ, ამის ფასი 29900 იყო და ჩვენ გავხადეთ 28900. ეს ავტომობილი არის 4-4-ზე. და არის საუკეთესო ავტომობილი. ეს არის აიქარი, რომელიც არის სრულიად ელექტრო და რომელიც ღირებულება იყო 28900 გავხადეთ $27,500 ექვივალენტი ლარში. ეს შეიძლება ახლა ადამიანებმა იფიქროს, რომ ფას დაკლება როგორ არის, იცით? ამ ავტომობილების მოგება არის ძალიან ცოტა, რო იცოდეთ ყველა. და ის ცოტაც ჩვენ დავაკელით. ეს ავტომობილი, რომელიც ძალიან პოპულარულია. ძალიან დიდი იმედები დავამყარეთ და ამის ფასიც არის უკვე $22,500. უყურე ანი. აი ეს ავტომობილი ყველაზე გაყიდვადი და ყველაზე მაგარი ავტომობილი. წარმოიდგინეთ, ხალი არ დარჩა, რომ ამ ავტომობილით არ გადაადგილდებოდეს. აქვს 10 წლიანი გარანტია და ვიზუალურად კარგი და თვითონ ავტომობილიც არის საუკეთესო. ძალიან კომფორტულია და ჩვენს ფილმშიც ძალიან ბევრი გაიყიდა ჯეტურ დაშენგი. ახლა იგივე ჯეტური X70. 70 თლიანად სალონი აქვს, წითელი, ქალების საოცნებო ავტომობილი და ამასაც ჩვენ $22,500 ვყიდით. ანი, ხვალიდან შენ რაც გაყიდი აქციების შემთხვევაში, იმაზე მეტის გაყიდვა მოგიწევს, ხო? თქმა უნდა, მე მაგის იმჯერა, რომ ხვალიდან იქნება ავარებელი ხალხი. $28,900 $31,500 იყო, BYD სრულიად ელექტრო მოდელი არის ეს და დღეიდან, ხვალიდან უფრო სწორად რამდენი იყო? $31,500. $31,500 ნაცვლად ჩვენ ვყიდით $28,900. ეს მაგარი ფასია. შენ ჩვენმა კონკურენტებმა პრობლემა არ შეგიქმნა, მე შემიქმნეს პრობლემა, ხო იცი ერთჯერ. და შენ ახლა გჭირდება დაცვა. ახლა აქ როგორ ვქნათ, კარგი ვაჩვენოთ. ეს არის ჩვენი პიკაპი, ამაზეც დავწიეთ ფასი. ამის ღირებულება იყო 27,500, ხოლო ხვალიდან იქნება 26,500. ძალიან მაგარი ფასია 4-4-ზე. აგრეთვე ჩვენ აქ ადგილი არ ქონდა დასაყენებელი და იქ დავაყენეთ ავტომობილი, რომელიც არის წამოდი Volkswagen ID4 და ამ ID4-ის ფასი იყო 27,900, ID4-ის ფასი იყო 27,900 და გახდა 24,900. მოგზანდით. ანი, ეს არის ჩვენი გუნდი. ეს ბიჭები ახალგაზრდები არიან და მუშაობენ თბილისში ავტომობილების გაყიდვაზე. უყურეთ როგორ არის. მათე ხვალიდან იქნება შენი თანამშრომელი. გაყიდვების სამსახურს უხელმძღვანელებს. თქვენ ხართ ამ კომპანიის დირექტორი. უყურე, მათეს ჩვენ ვასწავლეთ, რაც საჭირო იყო ყველაფერი. მათეს ისეთი გამოსტები ჩავაბარებიე, აი მარტივი, მაგრამ მისი ყველა გადადგმული ნაბიჯს ვაკვირდებოდი და მე ყმაყოფილი ვარ, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე იქნება აქ, როგორც იყო თბილისში. მე ბიჭებო, ეს გოგონა, ახალგაზრდა გოგონა, ერთი თვე აქ არ მოგშორებია, თქვენ ნახეთ, როგორი ცენტრის გახსნა იყო და იმ დღიდან დღემდე თელმა ჩემმა ოჯახმა, სამსახურმა, თქვენ და თელმა საქართველოს შეიყვარა. რატო შეიყვარა, იცი? შრომის მოყვარია, დილით აქ არის, საღამოს მიდის სახლში და ერთი დღე, ერთი საათი არ გაუცნენია. მე ესეთი თანამშრომელი მინდა. მე არ ვამბობ, რომ ან არ წახვიდე, ან აქ უნდა იყო დაბმული, არა, უკვე შენ ყავს ისეთი პარტნიორი, რომ გასვლაც შეგიძლია მოსვლას და ესე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი პასუხისმგებლობა მაინც გადადის თქვენზე. მე კიდევ ერჯერ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ყველაფრისთვის, რაც დღემდე გაკეთდა
და მინდა რომ თელ იმერეთის მოსახლეობას უთხრა რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე დავწიოთ ფასები და იყოს იმერეთის მოსახლეობა მადლობელი. მე მინდა დედაშენს დიდი მადლობა გადაუხადო, წყნარად ჩამოართვიო, ხელიო თბილისიდან მითხრეს, ძიმედ არ ჩამოართვაო და გისურვებ წარმატებას. მე მინდა ზვიადი გისურვოთ წარმატება, ბიჭებო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის. კოტე არის ქუთაისში დაბადებული კაცი და ეს არის მთლიანად კოტე მათე მოტორს ხელმძღვანელობს, გაყიდვებსაც ხელმძღვანელობს და ასე შემდეგ. ანი და კოტე ისე კარგად თანამშრომლობენ, რომ ეს ჩემთვის არის სტიმულის მომცემი. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ შანსი, რომ იმუშაონ. თუ იქნება თქვენაირი ახალგაზრდები, ჩვენ ყველას დავასაქმებთ. გისურვებთ წარმატებას, ხვალ დილიდან შეგიძლიათ ანისთან მოხვიდეთ, ფასებს კიდევ ანი დადებს საიძემ. დიდი მადლობა მთელ იმერეთს აი ამ დობისთვის. ანი ნახვამდის კარგად ხალიდან გელოდებით.